ყოველთვის მჯეროდა ამის, რომ ეს დღე დადგებოდა, ყველაფერს თავის დრო აქვს და ეს დღეც დადგა. 19 წლის წინანდელი გახმაურებული ისტორია გიორგი ზერეკიძემ კომისიის წინაშე დღეს თავად მოყვა. ნაციონალური მოძრაობის დროს ყველაზე ცნობილმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა გახსენება უმძიმესი ამბის დასაწყისის აღწერით დაიწყო. როგორ აღიარა მამამისთან ერთად საკუთარი ნებით პოლიციის განყოფილებაში მისულმა შელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცის დაჭრა და როგორ წარუდგინეს 14 წლის არასრულწლოვანს ბრალით სრუჩვენების საფუძველზე სამი ყაჩაღობის, ხულიგნობისა და მკვლელობის მცდელობის მოხლებით. საქალაქო სასამართლომ მომისაჯა 10 წელი, ყაჩაღობის ბრალდებაში გამამართლა. 4 თვის განმავლობაში ვიყავი იქ ციხის რეზიდენციაზე. მქონდა იმ მომენტში ტელეფონი, ციხეში არ შეიძლებოდა ტელეფონი და ამაზე დამიმატეს სასჯელი და გადამიყვანეს ისევ მატროსოვზე, მაგრამ ხომ მქონდა მისჯილი 10 წელი და პაემნის უფლებები ხომ მეკუთვნოდა ოჯახთან. ეს პაემნის უფლებაც შემიზღუდეს. არც მარეკინებდნენ სახში, ავდექი და გადავიჭერი ხელებზე და მუცელზე მივიყენე თვითდაზიანება. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 3 საათის მერე გამიკერეს ეს ნაკერები და პაემნის უფლებას დაუშვეს. მერე გადამიყვანეს უკვე ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. მორიგეობა იყო ძილზე, იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, რომ ვერ ვეტეოდით. მარტო ავჭალის კოლონიაში ვიყავით 280 ბავშვი. ავჭალაშიც მოგვიწყეს პროვოკაცია. ბუნტი, როგორც გახსოვთ, 2007 წლის 12 აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი, მაგდროს ახალაიაც იყო შემოსული, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძეც იყო შემოსული და ამ ახალაიამ კითხა თანამშრომელს, რომ დაგარტყაო ერთ პატიმარზე. და არა არ დაუწყიაო და როგორ არ დაგარტყაო და თვითონ შემოსასვლელ კარებში თანამშრომლების თვალწინ დაარტყა ლაშა ტალახაძეს ახალაიამ და მერე სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი. არასრულწლოვანთა ციხეში ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის პარალელურად გიორგი ზერეკიძის მშობლებმა სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში დაიწყეს. სტრასბურგიდან დაბრუნებული ცოლ-ქმარი კი აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული, რომელიც მამამ თავის თავზე აიღო, სამუდამო პატიმრობად დაუჩნდა. თუმცა ესეც არ დასცალდა 1 წლის შემდეგ მამუკა ზერეკიძე ციხეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მამაჩემის ერთ-ერთი მეგობარი დაინიშნა თანამდებობაზე და უთხრა, რომ ესეთი პირობა არის გიორგის როგორც კი საჩივარს როგორც გამოიტანთ, გამოუშვებთ. წავიდნენ ჩემი მშობლები, დედაჩემი და მამაჩემი. სტრასბურგიდან დაბრუნებულებს დედაჩემს და მამაჩემს, როცა გამოიარეს 2 აეროპორტი, დედაჩემის ხელჩანთაში ნახულობენ ძალიან ბევრ ნარკოტიკებს. რაზეც მამაჩემი თავის თავზე იღებს ამ მოგონილ ბრალდებას და უსჯიან 2 სამუდამო პატიმრობას. 16 აგვისტოს მამაჩემი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ნახულობენ გარდაცვალს. 47 წლის კაცი, რომელიც ჯანღონით სავსე იყო, ციხის ტუალეტში გაგუდეს სრული პასუხისმგებლობით ვიზახით. ერთი წამით რომ მე ეჭვი მეპარებოდეს იმაში, რომ როგორც მამაჩემი ტუალეტში დაგდებული ყავთ, რომ მას დენმა დაარტყა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ესე იგი, თქვენ ხართ ციხეში, ხათუნა კალმახელიძე, ციხეების უფროსი, მას ყავს მოადგილე, რომელიც თქვენ ოჯახთან ნაცნობობით არის დაკავშირებული და თქვენს მშობლებს ურჩევს სტრასბურგში ჩასვლას. რომ გამოიტანონ საჩივარი, იქნებ შვილი გადაარჩინონ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო განზრახ, თავიდანვე ისინი გაუშვეს თითქოს და შვილის გადასარჩენად, წერილის გამოსატანად, დაგეგმილი იყო ის, რომ უკანა გზაზე უნდა მოხდარიყო ის, რაც მოხდა. უკვე 33 წლის გიორგი ზერეკიძე ამბობს, რომ მისი ოჯახი ნაციონალური მოძრაობის სამიზნე იყო. თავს კი იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მსხვერპლად მიიჩნევს. რატო თქვენი ოჯახი სამიზნე? იწყებოდა ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არის 2006 წელი და ყველა სფეროში, როგორც შემდეგ გამოჩნდა ნაციონალურ მოძრაობამ, სამაგალითოდ ყველა დასაჯა. ჩემი ამბავიც უნდათ სამაგალითოდ და სკოლებში ეუბნებოდნენ ბავშვებს შენ გამოხვალ ზერეკიძეო. ნეტავ ვივამეთში მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს აი ამ თქვენს მონოლოგს თუ უსმენს, რა საინტერესოა? სააკაშვილის სიტყვები, როცა თან ხვდება მის თანატოლებს ერთ-ერთ სკოლაში მივიდა, ესეც ამ ანტიპიარის შემადგენელი ნაწილი იყო, განათლების მინისტრი გვერდითუზის ლომაია, გაბანდიტებული მე-10 კლასელი ვინმე ზერეკიძე, ვინც ატერორებდა თბილისის რამდენიმე ოპანს.
ანუ განაჩენი არ არის დამდგარი, იგონებს რაღაც სულ ტყუილს და აი ეს იყო რეალურად პოლიტიკა და როგორ ანადგურებდა სისტემა ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვალში არ მოვიდოდა, მათ შორის არასრულწლოვანებსაც. საგამოძიებო კომისიის სხდომა ქონების ჩამორთმევის ერთ-ერთი საქმის განხილვით გაგრძელდა. გორის ბაზრის ყოფილი მფლობელის თქმით, მასზე ზეწოლა 2004 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით გამოგონილი ბრალდებით დაიჭირეს, საბოლოოდ კი ბიზნესის დათმობა მეუღლის დაკავების მუქარით ციხეში აიძულეს. 2004 წლის თებერვალში, დაიწყო ჩემს ზეწოლა, სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა და მე ვარ მიშა ქერმაშმა გუბერნატორმა და მითხრა რომ უნდა დათმო ობიექტი ჩააბაროს სახელმწიფოს თუ არა და პრობლემები გექნება. შემოვიდნენ საგადასო სამსახური და შეამოწმეს და დამიდგინეს სახელმწიფოს დაუმალე ვითომ 300,000 ლარამდე დამაკავეს და მიჭირეს გორის სასამართლომ სამთვიანი პატევნობა მომისაჯა. ამის შემდეგ ციხეში ყოფნის დროს რა თქმა უნდა იქ დიდი ზეწოლები იქ ადგილობრივი შავი სამყაროს მიმართ ზოგი ფულს ითხოვდა, ზოგი კამათლეს მოგაყრიდა წააგებული. შემოდიოდა დღეში პროკურორი მიშა ქარელი ჩამოდიოდა, მთელი მოვაწერე სახელმწიფოს აჩუქე. როცა ამ ხელის მოწერას თხოვდნენ, მე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ხელს მოუწერი და მაინც გამომიშვებდნენ რა. მაგრამ საბოლოო პიკი გახდა ის, რომ უკვე ჩემს მეუღლეს ახან უკვე დაემუქრდნენ, უკვე ყავდა ნაცნობობა და მომწერეს, რომ ჯემალ იქნებ გადამალო შენი მეუღლე, თორე წამალს შეუდებენ დაიჭერენ, იქ ციცებს და უწყესდევნა შვილებს და მე მოვაწერე. თებერვალში ხო დამიჭირეს და ივნისში 26 ივნის გამომიშვეს ციხიდან. ეს ხო ვაჩუქე უკვე და სახელმწიფოს ერთი წლის მერე შედის აი იმ პერიოდში როცა უკვე მე დავიწყე უკან დაბრუნებაზე, შედის საგადასახადო ინსპექცია და აჯარიმებს ამ ორგანიზაციას სავაჭრო ცენტრი ერქვა და ეს 300,000 ლარი ისევ მე დამაწერეს. ჯემალ ციკლაურმა ის თანამდებობის პირებიც დაასახელა, რომლებიც ციხეში ყოფნის დროს სახელმწიფოსთვის მისი ქონების გადაცემას თხოვდნენ. მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილის მოადგილე. ძველი ორთაჭალის ციხე, მეხუთე საჟილ აღსრულების დაწესებულება. როცა იქ იყავით, ახსენეთ პირები, თანამდებობის პირები, ვინც თქვენი თქმით იქ შემოდიოდნენ. ეკნებ თქვათ, ვინ იყვნენ ეს კონკრეტული პირები? მიხეილ ქარელი არმასვენებდა, თითქმის კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა და მე უნდა მოვაწერე. გუბერნატორი იყო შიდა ქართლის. და ამას ხვდებოდი ხოლმე დირექტორის კაბინეტში და იქ მე საუბრობოდა, ბიჭო, მოვაწერე ხელი რა მოგივიდა რა თავს იკლა. შემოვიდა გენპროკურორის მოადგილე, როცა პროკურორი ოქრუაშვილი იყო. ჯანმრთელობის მხრივ ციხეში ყოფნამ ხომ არ შეგილახათ ჯანმრთელობის მდგომარეობა? რა თქმა უნდა, ბალოდონთია, ერთუში მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ. დავრმავდი საერთოდ. საკანში 12 კაციაში 52 კაცი ვიყავით. როგორ გეძინათ? გეძინა, იმით მორიგეობ. ერთხელ მოგვიწია გასეირნებაზე გაყვანა. ამ 4 თვეში ერთხელ ვიყავი. ერთხელ მოგიწიათ გასეირნება. და ცუდად გავხდით პატიმრები, იმიტომ ისე ვიყავით შეეულები იმას. უჰაერობას. აი ხო ხვდები და ჰაერზე რო გამოვიდით, ვეხოცებოდი დაგვებრუნეთ უკან. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 2013-12 წლებში საკუთრების უფლებების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვა გაგრძელდება. შემდეგი სხდომა ხვალაა ჩანიშნული.